ნიკოლოზ ხატიაშვილს დაველაპარაკებით, ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში და ვისაუბრებთ იმ საკითხზე, რაზეც ჩვენ მოვისმინეთ ახლა ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი პირველ რიგში. ნიკოლოზ, მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობთ. დღეს ირაკლი კობახიძე ჩინეთზე ამბობს, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოსო სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორი და ასევე ამბობს, რომ ჩინეთის ხელისუფლება საქართველოს ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს. ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, ის აისახება კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. აი თქვენი ანალიზი რაში მდგომარეობს, თქვათ ამ ბრიფინგის საფუძველზე, როგორ ფიქრობთ, აი რას ემსახურებოდა, თქვათ ეს განცხადებები იმ ფონზე, თქვათ რა სურათიც არის, ხო? დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ზოგადად ეხლა რა თქმა უნდა ჩინეთთან ურთიერთობების წინააღმდეგი არავინ არ არის და კი ბატონო. თუ ქვეყანა ნახავს რეალურ სარგებელს ამ ურთიერთობებიდან, პრაგმატულს და ტრანზაქციულს, ამაში ცუდი არაფერი არის, მაგრამ მთავარი კითხვა იბადება იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეს ურთიერთობები საქართველოსთვის იქნება მომგებიანი და რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს ეს ურთიერთობები. მაშინ, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი საგარეო პოლიტიკით, რომელიც სუბუქად რო ვთქვათ, ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, აღთენს დასავლეთთან ჩამოშორებას, ექცევა იზოლაციაში და ფაქტობრივად დასავლური ვექტორის ჩანაცვლება მიმდინარეობს სხვა ვექტორებით, ხო, ანუ ეს რეალურად არის რისკი და საფრთხე და ამ პირობებში, როდესაც შენ დამოკიდებული ხდები ჩინეთზე, ხო, ანუ რომელთანაც ურთიერთობა შეიძლება რეალურ რისკებს შეიცავდეს სხვადასხვა კონტექსტში, მათ შორის იგივე თქვათ ვალის ხაფანგის დიპლომატიის კონტექსტში და სხვა მიმართულებებით, ხო, ანუ აქ ძალიან ბევრი კითხვა ჩდება და ასევე კიდე ერთი მთავარი კითხვა არის ის, რომ თუ შენ სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებს სახელმწიფოსთან და თანასწორ უფლებიანობით სარგებლობა, როგორც თანასწორი სტრატეგიული პარტნიორობა ეს არის გაფორმებული. მაშინ გაეროს რეზოლუციას ტოლთა შესახებ რატო არ უჭერს ეს ქვეყანა მხარეს, იმიტომ რომ ჩვენ ვისთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, ხო ისინი ავტომატურად ხარჯს გვიჭერენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სუვერენიტეტის ხარჯაჭერაში და როდესაც საუბარია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხო ანუ ეს ოკუპაცია არის ფაქტი, ეს არის სამართლებრივი მოცემულობა და ამ შემთხვევაში ქვეყნებმა უნდა იმუშაონ სამართლებრივი განზომილებიდან, ხო და ამ სიტუაციაში, როდესაც შენ სტრატეგიული პარტნიორი არ უჭერს მხარს ამ რეზოლუციას, ხო ანუ რა თქმა უნდა, კითხვები ჩდება იმასთან დაკავშირებით, რამდენად ის შენი რეალური სტრატეგიული პარტნიორია და რეალური მხარდამჭერი. ნიკოლოზ, აი თქვენ რაზე პასუხადაც დაინახეთ, ასევე სხვა შორის პოლიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ მეტწილად ქართულ ოცნებას სწორედ ახასიათებს შიდა მოხმარების განცხადებები, რომელიც ორიენტირებულია მის ამომრჩეველზე, გარკვეული რწმენის გაღრმავებაზე, მრავალპოლუსიან მიმართულებაზეც ხშირად უსაუბრიათ, როგორც ვიცით, მაგრამ დღეს ასევე პაპუაშვილი შიდა და გარეც რო კონსპირაციებზე ლაპარაკობდა, იგივე ივანიშვილის კონტექსტში და სხვა საკითხებზეც, მაგრამ აი ჩინეთზე მინდა ისევე კითხოთ, აი ის შტატებში რაც მოხდა, ამაზეც ამბობდნენ დღეს ოცნებაში, რომ ეს არის თქვათ ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად და რომ რეალურად ამერიკის პრეზიდენტს რუსეთის და ირანის გავლენის შესასწავლად თქვათ არ სჭირდება, თქვათ კანონი მოწოდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ვიცით რასაც ეძღვნებოდა ეს საკითხი, ხო, მათ შორის ჩინეთის თემატიკას. აი ამაზე რა შეგიძლიათ რო თქვათ, აი შეიძლება თუ არა რომ თქვათ ქვეყნის გარეთ გაკეთებულ გადადგმულ ნაბიჯსა თუ ამა თუ იმ განცხადებაზე პასუხიც იყოს კობახიძის ბრიფინგი. რა დაინახეთ აქთან? აი სხვათა შორის ეს აქცენტიც საინტერესოა, რაც აქვს კობახიძეს ამ შემთხვევაში, რომ ჩინეთი საქართველოს ეპყრობა როგორც თანასწორს და როგორც თანატოლს. ხომ? დიახ, აი ზუსტად ამ თანასწორობასთან დაკავშირებით პირველი კითხვა ამ რეზოლუციაზე დავებადა, მაგრამ ამას თორე თავი დავანებოთ. დღევანდელი გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ დეკლარაციაზე ხელი მოწერილი იყო და ჩვენ ვიცოდით, რომ ეს შეთანხმება გაფორმდებოდა ადრე თუ გვიან. ძალიან ასე ვთქვათ, ბევრ კითხვას აჩენს ამის დრო
როდის გაფორმდა ეს ხელშეკრულება, იმიტომ რომ ბოლო 3 კვირის დინამიკას თუ ჩვენ დავინახავთ ამერიკულ კონტექსტში, ხო, ანუ ნათელია, რომ ერთ-ერთი წუხილი საგანი სწორედ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება იყო, იგივე ჯუდიომაც დაადასტურა თავის გამოსვლაში კონგრესში, რომ მათ ჰქონდათ რეალურად წუხილები ირანთან და ჩინეთთან დაკავშირებით და ასევე, კონგრესში მიღებული საკანონმდებლო აქტით ამაზე მეტყველებს და სწორედ ამ მოვლენების შემდეგ კონგრესის გადაწყვეტილების შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას და შესაძლოა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი დამთხოვა არის ხო დროში, რომ სწორედ ამაზე პასუხს ემსახურებოდეს ეს გადაწყვეტილება. ანუ საქართველოს გადასვლა ჩინეთთან ყოვლის მომცველ, აქ უკვე საუბარია ყოვლის მომცველ სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე. ეს არის ცალსახა კი, ანუ ეს გადაწყვეტილება უკვე ადრე მიღებული იყო და მოსაოდნელი იყო, რომ ესე მოხდებოდა, მაგრამ დროში ისე ემთხვევა ეს ყველაფერი ერთმანეთს, ხო, რომ მრავალი კითხვა იბადება ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სწორედ შესაძლოა ეს იყოს მიზეზი, სწორედ პასუხი ამ გადაწყვეტილებებზე ამერიკის მხრიდან და განცხადებებზე, სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება და შესაბამისად აქ უკვე ჩდება ახალი კითხვა იმასთან დაკავშირებით, რეალურად მოხდება თუ არა ამერიკასა და ქართულ ოცნებას შორის ურთიერთობების გადატვირთვა. კი ბატონო. და ნიკოლოზ, კიდევ ერთი კითხვა, რაზეც მინდა დაგისვათ, ეს არის ავიზო დიალოგის თემა, ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი, როგორც ცნობილია და ამასთან დაკავშირებით დღეს ითქვა ოცნებაში, რომ ამ შეხვედრაზე იქნება წარმოდგენილი ტექნიკური ჯგუფი და მე პერიფრაზით მოვიყვანე პაპუაშვილის გვეუბნებიან მოიკალით თავი, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლა და თუ დავიხოცეთ თავი, უვიზოთ ვიღამ უნდა იაროსო. აი, რა შეგიძლია, რა ტიპის პასუხს საჭიროებს ეს განცხადება, რომელიც დღეს შალვა პაპუაშვილს ჰქონდა აი უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობაზე, რომელიც ღმერთმა არქნას, რომ ანუ ამ შემთხვევაში მე სამგვარად. დიახ. ვერანაირ კავშირს ვერ ხედავ ახლა რა შუაში აქვს თავის მოკლა ან რაღაც ომში ჩათრევა, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციას აქვს თავისი ტექნიკური მხარე, კონკრეტული კრიტერიუმები, რაც მოიცავს იგივე რეადმისიის საკითხს, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის საკითხს, მიგრაციის საკითხს, დემოკრატიული ჩარჩოს საკითხს, ანუ მრავალკომპონენტიანი, ასე ვთქვათ, მოთხოვნები არსებობს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ქვეყანას ენიჭება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და სწორედ ამ კრიტერიუმების არსებობა, დადებითი დინამიკა ქმნის იმის განმგზავრებას, რომ ჩვენ გქონდეს ვიზა ლიბერალიზაცია ევროკავშირთან. თუ ჩვენ ვარღვევთ ამ ტექნიკურ მხარეს, რა თქმა უნდა, და ტექნიკურს და პოლიტიკურს, ხო, ანუ ამას თავის შედეგი მოყვება და აქ არავინ არაფერ არ გეუბნევა, შენ ომში ჩაერთო, შენ უბრალოდ გეუბნები. რომ აიღე, შეასრულე ეს ვალდებულებები, რაც შეგაქვს აღებული ხელის მოწერის დრიდან ამ შეთანხმებით და შეასრულე, ხო, ანუ მარტივად არის ძალიან სიტუაცია და როდესაც ჩვენ რომელი ვალდებულება შეიძლება რომ იყოს ამის ტოლფასი, რაზეც პაპუაშვილი ლაპარაკობს, არ ვიცი, თქვათ, ხელისუფლებიდან წასვლის ტოლფასია და ამას შეიძლება გულისხმობდეს, ანუ მართლა რით შეიძლება აიხსნას ამგვარი, თქვათ, შეფასება და საკითხის ამგვარად დაყენება, იმიტომ რომ ნებისმიერმა, თქვათ, ამ პროცესში ჩახედულმა ადამიანმა და ჩვენ წლებია ამაზე ვსაუბრობთ, ხო, ნიკოლოზ, იცის, რომ კონკრეტულ საკითხებზე არის საუბარი, რომლის დაკმაყოფილებაც უნდა მოხდეს, რომ ეს კრიტერიუმი იყოს თავსებადი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის შემდგომ წარმატებასთან. და მაშინ რაზე გვესაუბრება პაპუაშვილი და რა ტიპის, თქვათ, აი სწორ განმარტებას საჭიროებს მოქალაქეებისთვის, ნიკოლოზ, ხო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საფრთხე შესაძლოა რეალური იყოს. ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ხა მინდა აღნიშნო, რომ მე პირადად მონაწილეობდი ვიზა ლიბერალიზაციის მიღების პროცესში, მაშინ დიპლომატიურ სამსახურში ვიყავი და კონკრეტულად ჩართული ვიყავი ამ ტექნიკურ მხარესზე მუშაობის დროსაც და პოლიტიკურ მხარესზე მუშაობის დროსაც. ანუ იქ არაფერი არ წერია ასეთი, რომ ქვეყანა უნდა კონფლიქტში ჩაერევოს, არამედ ხო, იქ არის ელემენტარული მოთხოვნები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის იგივე რეადმისიის საკითხი, იგივე ეს არის მიგრაციის საკითხი, ეს არის პოლიტიკური თავშესაფრის, ზოგადად თავშესაფრის თხოვნის მაჩვენებელი და რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანის უფლებების პატივისცემა, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და ასე შემდეგ. ანუ კონკრეტული კრიტერიუმები არის, ფაქტობრივი გარემო არის, რომელიც შესაძლებელია და რომელიც ვიზა ლიბერალიზაციის აქტიურ ფაზაში ყოფნის პერიოდში უნდა ქვეყანამ შეასრულოს. ეს არის და ეს ძალიან მარტივი არის სიტუაცია და
იგივე თქვათ რაღაც ომში ჩათრევის თეორია ჩვენ არაერთხელ მოგვსვენია ეგრეთ წოდებული deep state-ის შესახებ, გლობალური ომის პარტიის შესახებ და მე ვფიქრობ, რომ ესეც რაღაც ამ სეგმენტში გადის, იმიტომ რომ უშუალოდ ტექნიკურად რომ შევხედოთ და პოლიტიკურად მან ასეთი რამე არაფერი არ წერია. მადლობა. დიდი მადლობა ნიკოლოს, დაგემშვიდობებით. ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი ნიკოლოს ხატიაშვილი საუბრობდა 3 საათზე უკვე ახალი